რაჩვენა კოპენჰაგენში პროტესტის მონაწილეთა დარბევამ საქართველოს ხელისუფლებას ორმაგი სტანდარტი ასეთია თბილისის შეფასება. თუ საქართველოს შიდა საქმეებში აქტიურად ერებიან დანიაში განვითარებული მოვლენების ფონზე დუმს ევროკავშირიც და დანიის ხელისუფლებაც. სანდუკი ჩხიკვაძის რეპორტაჟი. ასე გამოიყურება დანიაში გამოხატვის თავისუფლება ევროპის იმ ქვეყანაში, საიდანაც საქართველოს ხან ევროპელობას და ხანაც დემოკრატიას უწუნებენ. კადრებს კოპენჰაგენიდან დიდი შეშფოთება უკვე მოჰყვა, თუმცა არა იმ ევროპელებისგან, რომლებიც საქართველოში საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავ უწყებებს მწვავედ აკრიტიკებდნენ. დუმს დანიის ელჩი, რომელსაც როგორც აღმოჩნდა, სათქმელი მხოლოდ მაშინ აქვს, როცა საქმე საქართველოს და მის შიდა პოლიტიკას ეხება. იზღუდება თუ არა გამოხატვის თავისუფლება ამ კითხვით ჯერ დანიის საელჩოდან საგარეო საქმეთა სამინისტროში, ხოლო შემდეგ იუსტიციის სამინისტროში გადაგვამისამართეს, თუმცა პასუხი დანიის არც ამ უწყებიდან მიგვიღია. ის რაც ახლა ევროპულ ქვეყნებში ადამიანის უფლებების დარღვევის მიმართულებით ხდება, მთავრობის მეთაურისთვის იმ ორმაგი სტანდარტების პოლიტიკის შედეგია, რომლითაც ევრობიუროკრატები დიდი ხანია ხელმძღვანელობენ. რაც ვიხილეთ პირველ რიგში არის შემაშფოთებელზე ბარად უფრო მეტი, როდესაც ჩვენ ვაკვირდებით, რა მასშტაბის უკუსლა აქვს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას, და ამ შემთხვევაში დანიას ადამიანის უფლებების კუთხით, კერძოდ შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით, ჩვენ რა თქმა უნდა ამაზე გვჭირდება სათანადო რეაგირება იმისათვის, რომ საზოგადოებამ გამოიტანოს სწორი დასკვნები იმის შესახებ, თუ რა მიმართულებით ვითარდება პროცესები ევროპის მასშტაბით, ევროპული ბიუროკრატიის პოლიტიკიდან გამომდინარე. და ამ ორმაგი სტანდარტის არაერთი მაგალითი ახსოვს ქართველ ხალხს. მაშინ, როცა გამჭვირვალობის შესახებ კანონი საქართველოში დემოკრატიულ უკუსლად ფასდებოდა, იმავე კანონს შედარებით მკაცრი ზომებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ერთმანეთის მიყოლებით იღებდნენ. ვიცე-პრემიერისა და სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ეს პოლიტიკური манипуляციები მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება, რომ კონკრეტულ ქვეყნებზე გავლენა სხვადასხვა მეთოდებით მოიპოვონ. რომელი მხარე რითიც ცდილობს გავლენის მოხდენას. აღმოსავლეთი ცდილობს ეკონომიკით, ჩრდილოეთი ძალით, დასავლეთი საკუთარი ქვეყნის ხელით. სამხრეთსაც კი შეგვიძლია გადავწყვეტ მათი თქმით ასიმილაციით. ყველას რაღაც ნიშანი აქვს ბევრი პოლიტიკოსის თუ მოქალაქის, თუ ასევე ჟურნალისტის შეფასება. ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს საკუთარი ხალხის ხელით ჩვენი ქვეყნის დაპყრობის მცდელობას და საკუთარი ინტერესების გატარებას, რომელიც ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ ემთხვევა ხოლმე ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სამშობლოს ინტერესებს. აქციის დაშლის ეს სტანდარტი უმრავლესობის წევრებს საბჭოთა მიდგომებს ახსენებს, როცა უსწორდებოდნენ ყველას, ვისაც განსხვავებული შეხედულებები და იდეოლოგია ჰქონდა. ამ ფონზე კი ამავე ევროპული ქვეყნების მხრიდან საქართველოს კრიტიკა სახელისუფლებო გუნდისთვის უსამართლო და ამორალურია. ესეთი კადრები რომ დაენახა ვინმეს საქართველოში რომელიმე ასეთი აქციის დროს პოლიციის მხრიდან, ხო წარმოგიდგენიათ რა წივილ-კივილი და ლოყების ხოქვა იქნებოდა დანიის ელჩის მხრიდან 100 წლის წინანდელ ევროპაში ვიმყოფებით, სადაც ესე ძაღლებით და ხელკეტებით დაძდებდნენ მათ, ვისაც არ ეთანხმებოდნენ და სხვა მიაჩნდათ. მოგველაპარაკებიან რაიმეზე, საერთოდ სტანდარტ სიტყვას მოახსენებენ, როდესაც ძაღლებს უქცევენ ადამიანებს, აი ამ ქვეყნის ელჩი მერე საქართველოსზე პრეტენზიებს გამოთქვავს. ორი მთავარი კითხვა აქვს დღეს ქართულ საზოგადოებას. პირველი, რამდენად შეესაბამებოდა კანონს დანიელი სამართალდამცავების ქმედებები და მეორე, ხედავთ რომ არნაირი ახსნა განმარტება არ მოგვისმენია არც თავად დანიელებისაგან, არც ევროპელებისაგან, თუ ეს ჯდებოდა კანონის ფარგლებში, მაშინ რატო ჰქონდათ ის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, როდესაც საქართველოს იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს და კანონის უზენაესობას და სახელმწიფოს საქართველოში. მცირერიცხოვანი აქცია კოპენჰაგენში ხელკეტებითა და დამხმარე საშუალებებით, მათ შორის ძაღლებით დაშალეს. 20 აქტივისტი კი დააკავეს.